Hey, ამელკა, მე და ლეონ ბურგერები გავაკეთეთ. გინდა ცოტა? არა, მადლობა. ხორცის სამაგი პორციით, соусით და ყველით, როგორც გიყვარს. არ მინდა, ჭამე თუ ჩემო. რა მოხდა? შენ არასდროს ამბობ უას ბურგერებზე. დირით, ჩემი საყვარელი შარვლის ჩაც მოვცადე და არ მომერგო. მე რა? იყიდე ერთი ზომით დიდი. შენ არ გესმის, მე ახალ ავიწონე და წონაში მოვიმატე. დატრიალდი? ვა, მართლაც უკანი გახდი. ჰეი, რა მოხდა? შენ თვითონ არ თქვი? მოკლედ დიეტაზე ვარ. ზაფხული მოდის და წონაში დაკლება მჭირდება. გონით ყვილად ღელავ. მე და კიდევ ჭამთ და არ სუქდებით. მართალია, თარწმუნებული ხარ? ბოლოს როდის აიწონე თავი? ერთი კვირის წინ. რატომ? მიდი, აბა ახლა აიწონე. ო, რატომ? ერთი კვირის წინ დაიწყეთ ამ ცხიმიანი ბურგერების მომზადება და ჭამა. თარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გავსუქდებოდი. აიწიე? კოშმარია, მე 10 კილა მოვიმატე. ერთ კვირაში შეუძლებელია. მოდი ახლა ავიწონები. ვაუ! შენ უფრო მეტი გაქვს, 12 კილოგრამი. მე გითხარით, სასწრაფოდ უნდა დავიცვათ დიეტა. მართალია, აღარ ვჭამოთ ბურგერი. უკვე ზაფხული მოდის, როგორ ვაპირებთ სანაპიროზე წასვლას? მე გთავაზობთ გამოწვევას. ვინც 4 დღეში მეტწომას დაიკლებს, პრიზს მიიღებს. და რატომ 4 დღეში და არა 24 საათში? 24 საათი ძალიან ცოტაა წონის დასაკლებად. ჩვენ შეგვიძლია დავიკლოთ მინიმუმ რამდენიმე კილოგრამი 4 დღის განმავლობაში. გეთანხმები, რა არის პრიზი? ეს სიურპრიზია. ამას გამოწვევის ბოლოს გაიგებთ. როდის ვიწყებთ? მე გთავაზობთ ახლავე. რაც შეეხება ბურგერებს, მათ ნაგავში ვერ გადავყრით. თუ გსურთ, შეგიძლიათ თავად მიირთვათ ისინი. და წავაგო გამოწვევაში? არა, მადლობა. აბა ყველანი მზად ხართ გამოწვევისთვის? მოდით, ჯერ დავწეროთ ჩვენი წონები, რომ არ დაგვავიწყდეს. კარგი, ჩავიდეთ და დავწეროთ ჩვენი წონა. ასე რომ ჩემი წონა არის 34. და ჩემი არის 50. მოიცადე, როცა აიწონე სასწორმა სხვა რამე აჩვენა. არა, ცდები. ყველაფერი დავინახე, ნუ მატყუებ. ამელკა, ნუ უსმენ მას, დაწერე 50. თუ ვითყუები უბრალოდ დადექი სასწორზე და დაამტკიცებ საპირისპირო. მართალია, კიტი. მოდი ისევ აიწონე. ჰეი, მე უკვე ავიწონე, აღარ მინდა. არ მინდა. მიდი, ნუ იგონებ რაღაცეებს. ო, კარგი. ჰო, გითხარი რომ მიტყუებოდა. გინდო და იოლი გამარჯვება, კიტი? კარგი, მე უბრალოდ ამერია. ჰო, მე შენ გიცნობ. შენი წონა 60 კილოგრამია. და შენი წონა არის 48. ასე რომ, თქვენი წონა აღრიცხულია. 4 დღის შემდეგ ერთდროულად აფხვდებით და სასწორზე ვდგებით. კარგი, წავედი წონის დასაკლებად. მეც. ჰეი, უკვე მოიფიქრეთ როგორ დაიგლებთ წონაში? მოიფიქრე, მაგრამ არ გეტყვი. თქვენ ჩემი კონკურენტები ხართ. მაინც ვნახავთ რასაპირებ, აზრი არ აქვს დამალვას. მაინც არ გეტყვით. წონის დაკნების საუკეთესო საშუალება ვარჯიშია. მთელი დღე ვაპირებ ვარჯიშს. ერთი, ორი, სამი. ეს არც ისე ადვილია, როგორიც მე მეგონა. მე უნდა დავლიო ბევრი წყალი. ის ორგანიზმს წმენს. ვეცდები რომ კიდევ რამდენიმე ვარჯიში გავაკეთო. უბრალოდ უფრო ადვილები. 1 2 3 1 2 3 1 ძალიან მშიერი ვარ. ბურგერი კი ძალიან ცხიმიანია. შევესწრები უფრო მსუბუქი რამე მოვამზადო. გამოწვევა ჯერ არ დაწყებულა და შენ უკვე ჭამ. სულელო, მე კი არ ვჭამ, დიეტას ვიცავ. აბა მაჩვენე, რას ამზადებ მანდ? რა არის ეს? ბურგერი ზღვის გოჭისთვის? ეს არის ჩემი დაბლკალორიული დიეტა. ჰო, ასე უფრო მოგშივდება. შენ არაფერი გესმის. ასეთი პატარა ნაწრებით შევძლებ შიმშილის მოკლას და არ გავსუქდები. არ მოვიმატებ. და რამდენად ხშირად დაგჭირდება ჭამა, რომ არ მოგშივდეს? ალბათ შევჭამ ერთ ასეთივე პატარა ბურგერს თითო საათში. სისულელია, ეს არ არის დიეტა. ო, წადი აქედან, არ შემაწუხო.
მზადა, გემრიელია და ცოტა კალორია აქვს. მე ვთავ ტაიმერს, მეორეს 1 საათში შევჭამ. წავიდა. ჰეი, ლეო, სად მიდიხარ? სარბენად მივდივარ. და რატომ მჭირდება ძეხეული? მე ინტერნეტში წავიკითხე, რომ შიში წვავს კალორიებს. მერე რა? როცა ძაღლები ამ ძეხვის სუნს გაიგებენ, აუცილებლად გამომეკიდებიან. არ ფიქრობ, რომ ძალიან სასიშია? არი ნერვიულო, შეშინებული, ისეთი სიჩქარით გამოვიქცევი, რომ თვითმფრინავიც ვერ დამეწევა. დიახ, შიში სასწაულებს ახდენს. შესანიშნავი ამინდია, ეს არის ის, რაც მჭირდება სირბილისთვის. ჰეი, ძაღლებო, ჭამის დროა. ისინი არ გაიქცევიან ამ გზით. ჰეი, ჯანდაბა, ამ ძებს მხოლოდ ჩემი მკვდარი სხეულისგან აიღებთ, ისე ვერა. ო, ჯანდაბა, უნდა გამოვძვრე აქედან. მიცი, რომელი სპორტის დამეხმარება? ეს არის ძალოსნობა. არა, ძალიან ადვილია. რაღაც უფრო მძიმე უნდა ვიპოვო. არა, ეს მაინც ძალიან მარტივია. არა, მაინც ძალიან ადვილია. და ეს არის ის, რაც მე მჭირდება. მანგანის გადაადგილება თუნდაც 2 სანტიმეტრით რომ მოვახერხო, უკვე ძალიან ბევრ კალორიას დაუწვავ. ძლის გადავრჩი. ეს ძაღლები ძალიან სწრაფები არიან. რას აკეთებს ამელკა? ამელკა, არ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ზედმეტია? არა, ყველაფერი კარგია. ეს მანქანა 100 ამელკას იწონის. შენ ვერასდროს დაძრავ მას. ჩემს რწმენას ვერ დაარღვევ. კარგი, როგორც სიტყვი. ჰეი, რას აკეთებ? წავიკითხე, რომ სიცხე ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების დაცვას და კალორიების წვას. ამიტომ მზეზე ვირუჯები. გეხმარება ეს დაკლებაში? არ ვიცი, მაგრამ მომწონს. ზიხარ და არაფერს აკეთებ და წონაში იკლებ. იცოდი, რომ მზის საბაზანების მიღება მავნებელია? ნუ იგონებ, მილიონობით ადამიანი ირუჯება მზეზე და არაფერი ემართებათ. მზის სხივებისგან კანი უფრო სწრაფად ბერდება. უფრო სწრაფად ბერდება? დიახ, ყველა ვინც ოდესმე გარუჯულა, უკვე დაბერდა. კარგი, გარუჯის სურვილი აღარ მაქვს. ჯობია წავიდე და ვარდიშები გავაკეთო. ასია, სხვათა შორის ნახე ამელკამ რა მოიფიქრა? არა, რა მოიფიქრა? ის მანქანის გაწევას ცდილობს. რა? მასა შეუძლია ამის გაკეთება. მეც ვუთხარი, მაგრამ ამელკა არ მისმენს. კი, ვწუხარ მის გამო. შეგვიძლია რომ მას რამენაირად დავეხმარო? დავეხმაროთ მას? კი, მაგრამ როგორ? მოусმინე გეგმას. ხო. მართალია, გააკეთე. აბა, მზად ხარ? დიახ, მოდი დავეოდოთ, სანამ ის დაიწყებს დახევას უკან და შემდეგ მივაწვეთ. არ დავთმობ, გავაკეთებ. აბა, მიდი. იმუშავა, მე გავაკეთე, მოვახერხე. ძიმე მანქანა. არ მითხრა, ზურგი უკან ტკივა. სანამ ამელკა დაგვინახავს, წავიდეთ. წავიკითხე, რომ პატარა კერძები დამეხმარება მადის კონტროლში. ბევრისათვის ჭამა არ შეიძლება. რას ნიშნავს იმას, რომ მე ბევრს არ შევჭამ? კიტი, არ დაიჯერებ. მე მძიმე მანქანის გაწევა მოვახერხე. ვა, რა მეგარია. და როგორ გააკეთე ეს? მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ გზნობ, რომ მილიონი კალორია დავკარგე. ამელკა, მილიონი კალორია შენ ცხოვრებაში ვერ გექნება ერთად. კარგი, თავარია წონაში დავიკელი. ძალიან კარგი. ძალიან დავიღალე. გაქვს რომე დასალევი? დიახ, შეგიძლიათ ჩემი ჩაი დალიო.
რა არის ეს? ვცდილობ რომ ჩემი ტვინი მოვატყუო. შეიძლება შენი ტვინი მოტყუდეს. ჩემი კი არ მოტყუდება. პატარა კერძების გამო საკვები უფრო დიდი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია. მე ასე ვფიქრობ. არა, მე ასე არ მგონია. მე კიდე მგონია რომ ჩემი კუჭი ამ გზით იფიქრებს რომ დანაყრებული არის და იგი საერთოდ აღარ შემაწუხებს. ჩემი აზრით ეს ერთგვარი სისულელეა. მისმინე, თუ არ მოგწონს არ დალიო. მე მას რჩევას ვაძლევ და ეს წუწუნებს. სინამდვილეში შემომა დალიო ბევრი წყალი. ის ორგანიზმს წმენს. და ეს შენი მინი ჩაი კი არა. ეს ჩემი ტაქტიკაა. მე არ ვაკრიტიკებ შენს მიერ მანქანის დაწევას. ჩემი ვარჯიშები უფრო სასარგებლოა. ო, მორჩა, აღარ შემაწუხო, წადი. ვა, გადაწყვიტე შინაური ცხოველი ყავდეს? დიახ, ახლა მე მეყოლება ჩემი პირადი ტარანტულა. ო, საშიშები არიან. დიახ, წავიკითხე რომ შიში წვავს კალორიებს, რაც იმას ნიშნავს რომ ტარანტულა დამეხმარება წონის დაკლებაში. უბრალოდ მითხარი რომ საგეყოლება. სინამდვილეში მე აქ უკვე მყავს ერთი. მაგრამ გალია цаრიელია. იმიტომ რომ სასეირნოდ გაუშვი. რა გააკეთე? გაუშვი. ახლა სადღაც სახლში დარბის. შენ სულ გაგის დილეო? შენ გარეთ შხამიანიობა გამოუშვი. თუ ის გალიაშია, მე არ შემეშინდება, მაგრამ გარეთ ის ახლოს არის. არ მეკონა რომ ტარანტულები ასე ხმას გამოსცემდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გაბრაზებულები არიან. რას ყვირი ხართ აქ? კიტი სასწრაფოდ უშველე თავს, სახლში საშიში ობობა დარბის. როგორი ობობა? ლეომ ტარანტულა მოიყვანა. ეს ერთგვარი ხუმრობაა? სად არის? არ ვიცი, მაგრამ სადღაც ახლოს. ლეო, მინდა ეს ობობა 1 საათში აქედან გაქრეს. რას მიყვირი ხართ? მადლობა უნდა გადამიხადოთ. დანცინი? და მაინც რატომ უნდა გითხრათ ჩვენ მადლობა? ალბათ იმიტომ რომ ჩვენი მოკლა უნდოდა. ახლა ყველას გვეშინია, რაც იმას ნიშნავს რომ წონაში ვიკლებთ. მე არ მჭირდება ასეთი წონის დაკლება. მეც მოიშორე ტარანტულა. კარგი, მაგრამ როგორ? არ ვიცი, რამე მოიფიქრე, ახლავე წადი. მიდი, წადი. მიდი, წადი. წადი აქედან. ლეო, ეს ობობა და არა კატა. არ ვიცი როგორ მოვიტყუო ობობა. თუ პლასტელინს დაამაგრებ წაფსე და გაუშვებ ხველში, მაშინ ტარანტულა მასზე ისე დაეწებება, როგორც თევზი ეწევება ხოლმე ანკესზე. მაგრამ კიტი, შენ გავიწყდება რომ ის აქ სახლში დარბის. ო, მართალია, დამავიწყდა. გააკეთე სატყუ არა. ობობები მტაცებლები არიან, მათ ხორცი უყვართ. იმედია ადამიანის ხორცი არა. მაცივიდან გამოიღეს საქონლის ხორცის დაჭერი. ჩადე ყუთში და დაელოდე სანამ ხაფანგში მოხდება. კარგი. ო, ამელკა, შემიძლია შენთან ერთად ვივარჯიშო? მე მეგონა შენი ტაქტიკა დიეტა იყო. კი, მაგრამ ახლა გაბრაზებული ობობა დადის სახლში. სანამ ლეო დაიჭერს, იქ დაბრუნება არ მინდა. ამიტომ მე აქ ვიქნები. კარგი, მაშინ მე გთავაზობ მცირე გამოწვევის მოწყობას. ჩელენჯში, მაგარია. მე აქ აღმართე დაბკოლებები. ვინც მას უფრო ნელა გაივლის, გემრიელ პრიზს მიიღებს. გულისხმობ, ვინც უფრო სწრაფად გაივლის, არა? პრიზი გემრიელია. ჩვენ კი წონაში ვიკლებთ. ამიტომ დამარცხებულს მოუწევს ამ პრიზის ჭამა და გასუქება. მართალია, ლოიკურად ჟღერს. აბა, წავიდეთ? პირველ რიგში შენ აი ამეებზე უნდა გადახდე. მეორე დავალება კი აქ გავლა იქნება. შემდეგ ლახტზე გადახტომა 10 ჯერ. შემდეგ ბურთით უნდა შემოუარო ყველა წყლის ბოთლს. და ჩახტე ტომარაში შემდეგი დავალების დაწყებამდე. და აქ უნდა გაიარო მხოლოდ ლურჯებში. და ბოლოს დააწყაპუნო ოქროს ღილაკზე. მაშ, მზად ხარ? დიახ. ყურადღება, მოემზადე, წავიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვის სამაგრი დაგივარდა. არა უშავს. და ღილაკი, ეგ არის.
შენი შედეგი არის 53 წამი. ახლა ჩემი ჯერია. მიდი ამელკა, მე ტაიმერს ვთავ. მზად ხარ? ყურადღება, მოემზადე, წადი. ეგ არის. ამელია, შენი შედეგი 40 წამია. გავიმარჯვე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან ბევრი კალორია დავწვი. აღარ შემიძლია ძალიან დავიღალე. ეს ყველაფერი შენი დიეტის ბრალია. საკმარისად არ ჭამ. მაგრამ მე შენზე მეწონას დავიკლებ. შესაძლოა, მაგრამ ჯერ შენი პრიზი. გადამ. მე ხუმრები, ამის ჭამას არ ვაპირებ. ბევრი კალორია აქვს. წააგე, რაც იმას დისტავს, უნდა შეჭამო. ამას თუ შევჭამ, გამოვარო მთელი დიეტა თვილად დამიწვია. არჩევანი არ გაქვს. კარგი, მომეცი აქ. რამდენი კალორია? კიდევ გინდა გამოწვევა? დაივიწყე, მე შენი გამოწვევებით წონაში დაკლების მაგილად პირიქით. გავსუქდები. აბა, დაიჭირე შენი შხამიანი შინაურის ხოველი? დიახ, ტარანტულა ამ ყუთშია. მე მის გაშვებას ვაპირებ. უბრალოდ მაშინვე გაიქეცი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოგიკიდება. არ ამგონია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავიქცევი. იქნებ რამდენიმე ათეული კალორია დავწვა. კონი სახში დავბრუნდები, რადგან ტალანტული აღარ არის აქ. ობობა მოვიშორე. ფილმის ყურების დროა. მე ჩავთავ ყველაზე საშინელ საშინელებათა ფილმს, რაც კი არსებობს. ეს გამოდგება. არც ერთი ფილმი არ არის სრულყოფილი საჭმლის გარეშე. ლეო, რას აკეთებ? ყველაზე საშინელ საშინელებათა ფილმს უყურებ. იმედი მაქვს მართლა შემეშინდება და კალორიებს დავწვალ. კალორიების დაწვა თუ გინდა ეგ არ უნდა ჭამო. ხო, მაგრამ საჭმლის გარეშე ფილმს ვერ უყურებ. შენ ძალიან ბევრ კალორიას იღებ. კარგი, და ასე იყოს. ფილმი იმდენად საშინელი იქნება, რომ სწრაფად დავკარგავ ყველა კალორიას, რაც ვჭამე. კარგი, როგორც სიტყვი. შენს ადგილას რომ ვიყარ გავრისკავდი. ჩემზე არ ინერვიულო. გამოწვევას მარტივად მოვიგებ. როგორც გინდა. ამელკა, დამეხმარები? რას აკეთებ? ეს არის ჩემი ახალი წონის დაკლების ტექნიკა. წავიკითხე, რომ სიცილის დროს ბევრი კალორია იწვევა. რატომ ხარ დამმული? ისე, ეს იმიტომ, რომ გაქცევა ვერსად ვერ მოახერხო. მაშ დამეხმარები? მე დაგეხმარები, რა უნდა გავაკეთო? აი, მაგიდაზე ბუმბული დევს. აიღე და მიდი, მომიღიტინე. და როდემდე უნდა გიღიტინო? არ ვიცი, სანამ წონაში არ დავიკლებ. მზად ხარ? უბრალოდ გთხოვ, რომ არ გაჩერდე, რომ გთხოვო მაინც. მე სადვილია. საკმარისია, გადავიფიქრე. ზედმეტად ცუდია. ძალიან უშიამოვნოა. გთხოვ, გაჩერდი. გთხოვ, მეტი აღარ არის საჭირო. შენ მითხარი არ გაჩერდეო. გაჩერდი, შეაჭერე. ვაიმე, უკვე აღარ შემიძლია. საკმარისია, არ მოვგა, გაჩერდი. როგორი ხმაურიანები არიან? ასე ბევრად უკეთესია. ამელკა, გთხოვ, მეტი აღარ არის საჭირო. როგორც გთხოვე, ისე ვიქცევი. კარგი, ამელკა, თუ ჩემს ღიტინს შეწვეთ, ერთი კვირა საშინაო დავალებას გაგიკეთებ. და საშინაო დავალებას, ახლა არ დადაგებია. კაი, ხო, მაშინ სახს დავასუფთავებ. ეს არ არის ცუდი. მაღაზიაშიც წახვალ, მაღაზიაშიც წავალ და ნაგავსაც გადავყრი. კარგი, შევთანხმდით. თუ გინდა გავიმეორო, დამიძახე. არა, მადლობა. ეს ცუდი იდეა იყო. აღარ მინდა. ჩიპსები, კრეკერები, მეტი ჩიპსები, კოლა, ორცხობილა, მეტი ორცხობილა, სოსისი. ასაკეთე? ჩვენ უნდა მოვიშოროთ ყველა უსარგებლო საკვები. ესენი ხელს უშლის წონის დაკლებაზე კონცენტრირებას.
ჰეი, რაღაც მაინც დატოვე, რაღაც უნდა ვჭამოთ. დადი მაღაზიაში და იყიდე ბოსტნეული. მე არ მინდა შენი ბოსტნეული, მე მინდა ზეხვეული. ზეხვი ძალიან ცუდია. ესენი ცუდი საკვებია, ისინი საჭირო არ არის. აი შენ. აი მიიღე. ამოკა, ჩემი ჩიფსები ხომ არ გინახავს? ნახე, ისინი აქ არიან. მაგრამ ის ხილის იყო, ისინი დაბალკალორიულია, ისინი შაქარსაც კი არ შეიცავს. მართლა, ახლავე ამოვიღებ. არა, საჭირო, ახლა ყველა დატეხილია. შეგიძლია შვიას ძედა ასხა და ჭამო. ეს იქნება ჯანსაღი საუზმე. ჩიფსები მინდა და არა საუზმე. უნდა წავიდე და ახალი უნდა ვიყიდო. ბოდიში არ ვიცოდი. ო, შენ ცეკვალ? შემიძლია შემოგიერთე? არა, არ შეგიძლია. რატომ? მე უბრალოდ ამ თამაშის დახმარებით ვიკლებ წონაში. მაშინ მეც დავიკლებ წონაში თამაშის დახმარებით. არა, ეს მე მოვიფიქრე. ეს არ არის მართალი. ეს ყველაფერი შენამდე დიდი ხნით ადრე გამოიგონეს. ეს თამაში კი აჩვენებს დახარჯულ კალორიებს. დიახ, მაგრამ ჩვენ სამივედან მე ვიყავი ის, ვინც წონაში დაკლება ამ გზით აირჩია. და მე რა მოხდა? შენ ჩემი კონკურენტი ხარ. რატომ უნდა დაგეხმარო? მე და ანოტა ერთმანეთს ვეხმარებოდით. ამიტომ თქვენ ორნი წააგებთ, მე კი გავიმარჯვებ. არ მეგონა რომ ლეო ასეთი იქნებოდა. კარგი, არა უშავს. ახლავე დავეხმარები მას. კარგი, ნახოთ როგორ მოეწონება ცეკვა ინტერნეტის გარეშე. ჰეი, სად არის ინტერნეტი? ჩემი შედეგები გაქრება? და მე ამას ჩემთან ერთად წავიღებ. როგორც ჩანს გამოსწორდა. ჰეი, სად წავიდა კონსოლი? ჰეი! ახლავე დამიბრუნე ჩემი კონსოლი. ჩათვალე ეს სასჯელია იმის გამო რომ არ გსურს მე გაზიარება. გავთიშავ ინტერნეტს შენთვის, ისევე როგორც შენ გააკეთე ჩემთვის. კარგია. შედეგი არ მაინტერესებს. თავარიან წელაში ვიკლებ. ამას აუცილებლად დავიმახსოვრებ. კარგი ვარჯიში გამოვიდა. 5 კილომეტრი ვიარე და ბევრი კალორია დავხარჯე. ბავშვებო, რომელი მოგწონთ უფრო მეტად? სკუტერი თუ ველოსიპედი? დაწერეთ კომენტარებში. ძალიან ცხელა, ძალიან წყურია. ცივი-კოლა ან ლიმონადი არ გვაქვს? შენ თვითონ გადააგდე ეს ყველაფერი. ეს არაჯანსაღი სასმელებია. წყლის დალევაჯობია. თუ გინდა შემიძლია რომ ჩემი ჩაი დაგალევინო. რატომ აქვს ასეთი ცუდი სუნი? ეს არის სპეციალური ჩაი წონის დაკლებისთვის. ერთი ჩიქა არის -2 კილოგრამი. და როგორ მუშაობს? როგორ და? შეფუთვაზე წერია რომ ის ორგანიზმს ზედმეტი ტოქსინებისგან წამებში ათავისუფლებს. მისი დალევის მეთოდათი მეშინია. ვისი უნდა შეგეშინდეს? ეს მხოლოდ ჩაია. ჯერ შენ დალიე, მე დაგაკვირდები. კარგი, ახლავე დავლევ. აბა როგორ გზნობ თავს? შესანიშნავად, მე უკვე ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული მთლიანად იწმინდება. უბრალოდ ცოტა კუჭი ამტკივდა. ვიცოდი, რომ არ უნდა დამელია ეს ჩაი. არა უშავს, კარგად ვარ. ახლა ყველაფერი გაივლის. შეიძლება არ გაიაროს. ლეო, მალე გამოხვალ? სასტრაფოდ უნდა შემოვიდე ტუალეტში. შენ დავალდება მოგიწევს. ჰეი, ისევ ბრაზობ კონსოლზე? ძალიან აზვიადებ, ლეო. ეს ჩემი შურის ძეებაა. მე გითხარი რომ შენ ინანებდი. კარგი, ლეო, ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. იპოვე ახალი ტუალეტი სწრაფად. ამოკა, მე ზოემ უკვე დაასრულა სამუშაო ეზოში? დიდი ხნის წინ დაასრულა, რატო? კარგი, ახლა დავბრუნდები. ჰეი, რა მოიფიქრე? მოიცადი, არ გააკეთო.
4 დღიანი მძიმე ვარჯიში დასრულდა. ახლა ჩვენ უნდა გავალკვიოთ ჩვენი წონა. ერთი სული მაქვს, გავიგო, რამდენი კილო დავიკელი. და მეშინია, რა მოხდება თუ საერთოდ არ დავკარგე წონა? ვის უნდა პირველი მაეწონოს სასწორზე? ამ შემთხვევაში გვექნება მინი გამოწვევა. ის ვიც მოკლე ასანსაბლო იღებს, სასწორზე პირველიავა. კარგება მოემზადეთ 3, 2, 1. ვიცოდი რომ წავაგებდი. გილოცავ, შენ დაიკელი 5 კილოგრამი. მაგარია, ასე რომ ჩემი დიეტა მუშაობს. კიდევ რამდენიმე დღეც და ფორმაში ჩავდგები. ახლა ჩემი ჯერია. ბოდიში, ლეო, მაგრამ შენი წონა არ შეცვლილა. როგორ? ჩემო ტაქტიკა არ იმუშავა? ანუ შიშისგან არ იკლებენ წონაში? იკლებენ, მაგრამ აქვს სხვა პრობლემა. რა პრობლემა? ეს დიმის ქვეშ ვიპოვე. და ეს ვიპოვე დედრეფანში. შენ ძალიან ბევრი მაღალკალორიული საკვები ჭამე. ყველაფერი, რაც შიშისგან დაკარგე, საჭმით დაიბრუნე. სამწუხაროა, ასე რომ წავაგე. კარგი, ჩება ამილკასონის გარკვევა, რომ გავიგოთ რომელმა ჩვენგან რომ მოიგო. ეს ამაგარი შედეგია. ვაიმე, ამელკა, როგორ მოახერხეს? მარტივია, სპორტი და ისევ სპორტი. დიახ, ყველაზე ბანალური მეთოდი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ყოველივე ამის შემდეგ არც ერთი დიეტა და სასწაული მეთოდი არ შეცვლის სპორტს. მართალია, სპორტზე უკეთესი არაფერია. ამელკა, გილოცავ გამარჯვებას. სხვათა შორის რა პრიზს იღებს გამარჯვებული? და გამარჯვებული იღებს ამ მაგარ დესერტს. გაჩერდი. აბა რა აზრი ქონდა წონის დაკლებას? მართალია, იგივე წონის დაბრუნება გინდა? თუ სპორტით დაკავდებით, კილოგრამებს არ მოიმატებთ. ანუ მე შეიძლება ეს დესერტით ჭამოთ, თუ კი ვარჯიშობთ შეგიძლიათ. სუქან ადამიანებს კი არ შეუძლიათ რომ ეს ჭამონ. ჰეი, ვის ეძახი სუქანს? კარგი მორჩა, ამელკა შენ ახლა საქმე ცუდად გაქვს. შენ გაიგებ რა შეუძლიათ სუქან ადამიანებს. ეს არ უნდა მეთქვა. ჰეი, მოიცადე. თუ დაგიჭერ თუ არ ესი იქნება. გამოდი, ჩვენ და გვერდ დაგვემალები. კარს შემოვამტრევს. 3, 2, 1 წამში. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის ყველას.